დახმარება ნებისმიერი ახალი უნარის ათვისებას ბევრად ამარტივებს. იქნება ეს ველოსიპედის ტარების სწავლა, როდესაც თავიდან დამხმარე ბორბლებს ვიყენებთ და შემდეგ მათ ვხსნით, თუ მანქანის ტარება, როდესაც ინსტრუქტორი გვერდით გვიზის. ჩვენ ამ მეთოდს მუდმივად ვიყენებთ. წარმოიდგინეთ დროებითი დამხმარე ხელი ან პატარა მინიშნება, რომელსაც მოსწავლეს აწვდი, იმისთვის, რომ მან სწორი პასუხი გასცეს ან სწორი მოქმედება შეასრულოს. ჩვენი მიზანია თავიდანვე შევამციროთ შეცდომები და გავზარდოთ წარმატების შანსი. როგორ ასწავლის მწვრთნელი პატარა ბავშვს ბეისბოლის თამაშს? თავიდან ბავშვი უამრავ შეცდომას უშვებს, მაგრამ კარგი მწვრთნელი ნაბიჯ-ნაბიჯ ეხმარება, რომ ბურთი დამოუკიდებლად მოიგერიოს. დახმარება ეს არის დამატებითი სტიმულის წარდგენა, რომელიც სხვა ადამიანს სწორი რეაქციის გამოვლენაში ეხმარება. დახმარება მხოლოდ ხელის წაშველება არ არის. მისი მთავარი მიზანია წარმატების მომენტის შექმნა. მომენტი, როდესაც რაღაც მოქმედებას ან დავალებას სწორად ვაკეთებთ, როდესაც რაღაც სწორად გამოდის. მისი გამტკიცება ანუ დაჯილდოებაც უფრო მარტივია. ასე კი ამ ახალი უნარის დასწავლას ვუწყობთ ხელს. დახმარება ორ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველია რეაქციაზე დახმარება, რომელიც პირდაპირ ადამიანის ქცევის გამოვლენას ეხმარება და მეორე კი სტიმულზე დახმარება, რომელიც თვითონ სასწავლო მასალას ან გარემოს ცვლის. მარტივად რომ ვთქვათ, ერთი ქცევას წარმართავს და მეორე კი დავალებას ამარტივებს. თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ. რეაქციაზე დახმარების დროს, როგორც ვთქვით, მთელი ფოკუსი გადატანილია ადამიანის მოქმედებაზე და იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ მას ამ მოქმედების სწორად შესრულებაში. აქ გვაქვს სამი ძირითადი ფორმა, ესენია: ვერბალური ინსტრუქციები, მოდელირება და ფიზიკური დახმარება. ვერბალური დახმარება ალბათ ყველაზე ხშირად გვხვდება. ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი მითითება, მაგალითად, როდესაც მასწავლებელი რაღაცას გეუბნებათ, მაგრამ არა მარტო. ეს შეიძლება იყოს დაწერილი ინსტრუქციაც. წარმოიდგინეთ, ბავშვი კითხულობს წინადადებას და ერთ სიტყვაზე ჩერდება, ვეღარ იხსენებს. მასწავლებელი ეხმარება და ეუბნება. შემდეგი სიტყვაა ნიადაგი. ეს არის სრული ვერბალური დახმარება, ანუ პირდაპირ ვეუბნებით პასუხს. ნაწილობრივი ვერბალური იქნება, ეს არის ნია და ბავშვი ამბობს ნიადაგი. შემდეგი დახმარების ფორმაა მოდელირება. აქ სიტყვებით კი არ ვეხმარებით, პირდაპირ ვაჩვენებთ, რა უნდა გააკეთოს. თერაპევტი ან მასწავლებელი ასრულებს მოქმედებას და მოსწავლე იმეორებს. მაგალითად, ვაჩვენებთ, როგორ უნდა აწყოს ფაზლი და შემდეგ თვითონ გაიმეორებს. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოდელირება მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანს მიბაძვის, ანუ იმიტაციის უნარი აქვს. აქ კარგად ჩანს, როდის არის მოდელირება ეფექტური და როდის არა. მაგალითად, თუ სპორტსმენს აჩვენებ, როგორ უნდა ჩააგდოს ბურთი კალათში, მოდელირება ეფექტური დახმარება იქნება. მაგრამ წარმოიდგინეთ, ასწავლით თასმების შეკვრას ადამიანს, რომელსაც ჯერ თვითონ თასმების ხელში დაჭერაც უჭირს. ამ შემთხვევაში მოდელირება უბრალოდ არ იმუშავებს. და მივედით მესამე მეთოდამდე, ფიზიკური დახმარება. ეს ასე ვთქვათ, ყველაზე ინტრუზიული, ანუ ყველაზე მეტ ჩარევას რომ გულისხმობს, ისეთი დახმარებაა. აქ მასწავლებელი ფიზიკურად ეხმარება მოსწავლეს მოძრაობის შესრულებაში. ხანდახან ეს დახმარების მეთოდი აუცილებელია. ფიზიკური დახმარება შეიძლება იყოს სრული, მაგალითად, როდესაც ხელი-ხელ ჩაკიდებული აკეთებინებ მოძრაობას, ან ნაწილობრივი, როდესაც მსუბუქად ეხები იდაყვებზე, რომ სწორი მიმართულება მისცე. თუმცა, აქ სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის ფიზიკური შეხება შეიძლება ძალიან არაკომფორტული იყოს და ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. ახლა განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ დახმარება დროებითია. დახმარების საბოლოო მიზანი ის კი არ არის, რომ სულ დავეხმაროთ, არამედ ის, რომ მოსწავლემ ეს უნარი დამოუკიდებლად შეასრულოს. ხომ არ შეიძლება მუდმივად ველოსიპედის დამხმარე ბორბლებით ვიაროთ. რაღაც მომენტში ისინი უნდა მოვხსნათ. სწორედ ეს არის გამოხშირვა, დახმარების თანდათანობით მოშორება. მოდი ვნახოთ, როგორ ხდება ამ დახმარებების სისტემატური შემცირება, ანუ გამოხშირვა.
საბოლოო მიზანია სტიმულის კონტროლის გადატანა. თავიდან დახმარება აკონტროლებს ქცევას, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ საბოლოოდ ბუნებრივმა სტიმულმა აკონტროლოს ქცევა. ადამიანმა წითელ შუქზე იმიტომ კი არ უნდა გააჩეროს მანქანა, რომ ინსტრუქტორი ეუბნება, არამედ იმიტომ, რომ შუქნიშანზე წითელ ფერს ხედავს. ეს არის კონტროლის გადატანა ხელოვნური დახმარებიდან ბუნებრივ სტიმულზე. დახმარების გამოხშირვის 4 ძირითადი სტრატეგია არსებობს. შეგვიძლია დავიწყოთ ყველაზე დიდი დახმარებით, მაგალითად ფიზიკურით და ნელ-ნელა შევამციროთ. ან პირიქით, მინიმალური დახმარება გამოვიყენოთ და თუ ვერ შეასრულებს, მერე გავზარდოთ დახმარების მიწოდების ფორმა. შემდეგი მეთოდია დახმარების დროში გადავადება, ანუ პაუზის გაკეთება დახმარებამდე და ბოლო მეთოდი ეტაპობრივი დახმარებაა. ჯერ ვაცდით, იქნებ მოსწავლეს თვითონაც გამოუვიდეს და დავეხმარებით მხოლოდ მაშინ, თუ მართლა დასჭირდა, რაც მოსწავლეს დამოუკიდებლობისკენ უბიძგებს. ვნახოთ ეს რეალური მაგალითით. ქალს, რომელსაც ინტელექტუალური დარღვევა აქვს, სამსახურს იწყებს ფეხსაცმლის საწყობში და სწავლობს ახალ დავალებას. მისმა ზედამხედველმა მარტივი დავალება მისცა. ლუსი არ რეაგირებდა. მერე ვერბალური ინსტრუქცია მისცა, ამოიღე ქაღალდი ფეხსაცმლიდან. ისევ არაფერი. თუ 5 წამში არ გამოავლენდა ლუსის სწორ რეაქციას, ტრენერი იმეორებდა ვერბალურ დახმარებას და ჟესტით მიანიშნებდა ფეხსაცმელში ჩადებულ ფურცელზე. ისევ არ გამოვლინდა რეაქცია. მერე თვითონ აჩვენა, როგორ კეთდება, ანუ მოდელირება გამოიყენა და მხოლოდ ბოლოს, როდესაც სხვა ვერაფერი გამოვიდა, ფიზიკურად დაეხმარა. დახმარების დონე იზრდებოდა. საჭიროების მიხედვით და ამ სისტემური მიდგომით ქალმა ისწავლა თავისი საქმის დამოუკიდებლად კეთება. მას აღარ სჭირდებოდა ზემდამხედველის მითითებები. ის ხედავდა მაგიდაზე ახალ ფეხსაცმელს და ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ახლა გადავინაცვლოთ მეორე დიდ კატეგორიაზე, სტიმულზე დახმარება. აქ ადამიანის ქცევას კი არ ვეხებით, არამედ თვითონ დავალებას ან სასწავლო მასალას ვცვლით, ისე რომ სწორი პასუხი უფრო აშკარა და თვალსაჩინო გახდეს. აქაც 3 ძირითადი ხერხი გვაქვს: პოზიციური მინიშნება, მოძრაობითი მინიშნება და სტიმულის მახასიათებლის შეცვლა. პოზიციური დახმარება ნიშნავს, რომ სწორ ნივთს ადამიანთან პოზიციურად უფრო ახლოს ვდებთ. მოძრაობითი დახმარება იგივე ჟესტით დახმარება. ამ დროს სწორი ბარათისკენ თითს ვიშვერთ ან თვალებით ვანიშნებთ. მესამე შემთხვევაში სტიმულის მახასიათებლის, მაგალითად მისი ფერის, ფორმის ან ზომის შეცვლის დროს კი სწორი პასუხის უფრო გამოკვეთილს ვხდით. ან კაშკაშა ფერით, ან ზომით დიდია, ან განსხვავებული ფორმით წარმოვადგენთ, ან სტიკერებს ვაკრავთ, მოკლედ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის ადვილად შესამჩნევი იყოს და სხვა სტიმულები ნაკლებად შესამჩნევები. სტიმულზე დახმარების დროს ჩვენ გამოვკვეთ სტიმულს, ისე რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს და სწორი პასუხის გამოვლენა გამარტივდეს. ამ დროს სხვა საგნები ნაკლებად თვალში საცემია. რა თქმა უნდა, აქაც მიზანი ერთია. ეს დახმარებებიც უნდა მოვაშოროთ. საბოლოოდ დავალება თავის ბუნებრივ პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს. როგორ ვაკეთებთ ამას? 2 გზა გვაქვს. პირველია სტიმულის გამოხშირვა. მაგალითად, თუ ნივთი ახლოს დადეთ, ნელ-ნელა სანტიმეტრ ვაბრუნებთ უკან, თავის ადგილას. მეორეა ფორმის ტრანსფორმაცია. მაგალითად, სურათი თუ გავადიდეთ, თანდათანობით უნდა შევამციროთ, სანამ ჩვეულებრივ ზომას არ დაუბრუნდება. მოდი შევაჯამოთ. მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის ის, რომ დახმარება ეფექტური ინსტრუმენტია, მაგრამ ის დროებითი ხარაჩოა, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა ამოვიღოთ. საბოლოო მიზანი ყოველთვის დამოუკიდებლობაა.